ტურისტული სეზონი თუშეთში დაცული ტერიტორიების მიმართულებით სატრანსპორტო ნაკადი პიკს აღწევს. შედეგად აბანოს უღელტეხილის ზოგიერთ მონაკვეთზე შეფერხებებია. თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს იმგზავრონ მხოლოდ გამართული მაღალი გამოვლობის ავტომობილებით და გზა დაუთმონ აღმართზე მიმავალ ტრანსპორტს. თუშეთის საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთი არის საქართველოში. თუშეთში დაცული ტერიტორიების შექმნის შედეგად ინტენსიურად იწყო განვითარება ტურიზმმა. თუ დაცული ტერიტორიების შექმნამდე იყო 1 ან 2 საოჯახო სასტუმრო, დღეს უკვე თუშეთში 80-ზე მეტი საოჯახო სასტუმრო გვაქვს. როგორც იცით, თუშეთის სეზონი მოკლეა, აბანოს უღელტეხილი წელიწადში მხოლოდ რამდენიმე თვეა ღია, ძირითადად ივნისიდან ოქტომბრამდე. შესაბამისად, ადგილობრივები, შიდა თუ უცხოელი ტურისტი, ლაშქრები და ტურისტული კომპანიები ყოველთვის ცდილობენ აი ამ დროის მოკლე პერიოდში თუშეთში ასვლას და თუშეთში დასვენებას. შედეგად, აგვისტოს თვე იწყება თუშეთში ტურისტულ პიკად. ტურისტულ სეზონზე, როგორც უკვე აღნიშნე, აბანოს უღელტეხილზე სატრანსპორტო ნაკადი პიკს აღწევს. განსაკუთრებით აგვისტოს თვეში, ხო, სპეციფიკიდან და სირთულიდან გამომდინარე პერიოდულად გზაზე გვხვდება გარკვეული შეფერხებები, რაც აგრეთვე გამოწვეულია გზის საგზაო უსაფრთხოების გაზრდის მიზნით მიმდინარე სამუშაოებზეც, ხო? ჩვენი მთავარი ამოცანაა თითოეული ვიზიტორის გადაადგილება იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო, რისთვისაც მძღოლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება და პატივისცემა საჭირო, პასუხისმგებლობა საჭირო. პირველ რიგში თუშეთის მიმართულებით, როგორც პოსტში წერია, პოსტშიც აღნიშნულია, გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ გამართული, კარგად გამართული 4x4-ზე მაღალი გამოვლობის ავტომობილებით. გარდა ამისა, უღელტეხილზე მოძრაობის ოქროს წესია, მე ასე ვიტყოდი, ყოველთვის გზა დაუთმოთ აღმართზე მიმავალ